ჩემი შვილი და ყველა პოლიტპატიმარი ძალიან მაგრად არიან. სულიერად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ბრძოლის განწყობაზე. საყურადღებოა ხელისუფლებისათვის, ფაქტობრივი ხელისუფლებისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს გამოკეტეს ციხეში, შესანიშნავად გრძნობენ თავს, ძალიან მხნედ არიან და ბრძოლას აგრძელებენ იქიდან რამდენადაც შესაძლებელი იქნება იქ. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვინც დღეს სახლებში ვზივართ, გარეთ არ გამოვდივართ და არ უერთდებით პროტესტს. ყველა მიცოდეს, რომ რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ყალიბდება და ფაქტობრივად ბოლო ეტაპზეა მისული ჩვენს ქვეყანაში, არავის არ დატოვებს, ყველა შეეხება. ყველას ოჯახებში მოვა ის კანონმდებლობა, რასაც ღებულობენ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, იცოდეთ, ყველას სახლში მოვა, ყველას ბიზნესში მოვა, ყველას მაღაზიაში მოვა, ყველას ოჯახში შემოგიხედავთ. თქვენი ბავშვებიც აღმოჩნდებიან ციხეებში, ვიდრე ჩვენი შვილები არიან და არა თქვენი შვილები, ყველა გამოდით და დადექით ამ ხალხის გვერდით. დაგვიანებული იქნება, იცოდეთ, დაგვიანებული იქნება ისე, რომ მერე აღარაფერი აღარ უშველის და მივიღებთ რას ქვეყანას რუსეთისაგენ, ახალგაზრდებს, რომელსაც ტვინი უმუშავებთ გაქცეული ქვეყნიდან და დარჩებიან მონური ფსიქოლოგიის ადამიანები მხოლოდ, რომელიც სკამებისთვის, ფულისთვის და კომფორტისთვის იბრძვიან. მოკლედ, მოგიწოდებთ სუყველას, ვიდრე თქვენს ოჯახებში მოვა, ვიდრე როგორც ჩვენი შვილები, თქვენი შვილებიც კამერებში აღმოჩნდებიან. უკანონოდ, უსაფუძვლოდ და უსაბუთებლად შეკერილი, შეთითხნილი პროკურატურისა და პოლიციის საქმეებით, მანამდე გამოდით და შეუერთდით ხალხს. წარმატებებს გისურვებთ, იმედია გაიგონეთ ყველამ, რასაც ვამბობ. გამარჯვებას გისურვებთ, მეგობრებო.